კარგით. ახლა გადავდივართ რომის რესპუბლიკაზე და ვეცდები რომ ზოგადად ეს ნაწილი საკმაოდ დიდი და ვრცელი ნაწილია და ალბათ ყველაზე დახუნძლული, ყველაზე საინტერესო ისტორიული კონტექსტით განსაკუთრებით მიმზიდველია შესაბამისად ამ ნაწილში ფიქრობ რომ სრულად ვერ მორჩები და ალბათ დღეს მხოლოდ პირველ ნაწილი შეგვიძლია გავიაზროთ და მივიდეთ კონკრეტულად პუნიკური ომების ჩათვლით თეორიამდე. ან შეიძლება რა ვიცი სრულადაც მოვიცვა ეს თემა მთავარია თქვენ რამდენად მოახერხებთ და გამოყვებით მსჯელობაში აი მაგის მიხედვით გავარკვიოთ დავასრულოთ თუ არა ბოლომდე. ესე იგი, რომაული რესპუბლიკა ზოგადად ჩვენ მართლობის ფორმები უკვე გავიარეთ და რესპუბლიკური მართლობა რომში ამ შემთხვევაში გამორჩეულია იმით, რომ ამ მართლობას აქვს პრეცედენტული ხასიათი მაშინდელ სამყაროში რესპუბლიკური მართლობა როგორც ასეთი არ იყო პოპულარული და რომის რესპუბლიკა ხდება პირველი, რომელიც იწყებს ამ ტიპით და ამ მართლობის სტილში სახელმწიფოს განვითარებას. რომის რესპუბლიკაში ერთდროულად გაერთიანებული იყო მასში ოლიგარქიული სახალხო ანუ ლაშქრის კრების და ერთმართლობის პრინციპები და შესაბამისად ამ კონტექსტს რომ გავყვეთ რომის მონარქიული მართლობიდან ანუ 753 წლის შემდეგ 509 წლამდე პერიოდში მას შემდეგ რაც უკვე ტარკვინიუს სუპერბუსი ტახტიდან ჩამოაგდეს რომში დაიწყო ძველი წელთა აღრიცხვით 509 წლიდან ამ შემთხვევაში ძველი წელთა აღრიცხვით 27 წლამდე რომის რესპუბლიკური მართლობა. საერთოდ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ რესპუბლიკაზე, უნდა გამოიკვეთოს შემდეგი რაღაც, რომ ხელისუფლება რესპუბლიკაში ეკუთვნის ხალხს. რესპუბლიკა. ზოგადად რესპუბლიკა არის საერთო საქმე ამ შემთხვევაში, მაგრამ რესპუბლიკაში ხალხს ეკუთვნის ხელისუფლება და მეფობის გაუქმების შემდეგ რომში იქმნება ხალხის მმართველობა და თავდაპირველად ეს ხალხის მმართველობა მთლიანი ძალაუფლება პატრიციების ხელში იყო და როგორც უკვე გითხარით რომში ორი ძირითადი საზოგადოება იყო პატრიციები, რომელიც მაღალი არისტოკრატია იყო და პლებეები, რომელიც დაბალი ფენა იყო და პლებეებს ფაქტობრივად ანუ უაზნოგვარის წარმომადგენლებს არ ჰქონდათ რაიმე ისეთი ფუნქცია და შესაბამისად ყალიბდება რომში პოლიტიკური წყობა, რამაც უნდა გამოიწვიოს ხელისუფლების სამმაგი ბალანსი და რესპუბლიკური მართლობა ეფუძნებოდა სამეულ პრინციპს და ეს სამეული პრინციპი ფაქტობრივად აი ამ ოლიგარქიის სახალხო ანუ ლაშქრის კრების და ერთმართლობის იდეას ეყრდნობა და უფრო მარტივად და მკაფიოდ რომ ავხსნათ ეს სამეული პრინციპი ამ შემთხვევაში რომელიც სხვათა შორის არის ერთ-ერთი ყველაზე ესეთი საინტერესო პრინციპი პირველი რესპუბლიკური პრინციპი არის სენატი ანუ სენატუს რომელიც გამოსაკვეთია და სენატი შედგებოდა 300 წევრისაგან და ძირითადად ამ სენატში გაერთიანებული იყო როგორც თავდაპირველად გითხარით პატრიციები და მოგვიანებით ამ სენატში დაემატნენ პლებეებიც, ანუ მანამდე თავიდან ანუ მონარქიული რომის გაუქმების შემდეგ ეს ასე არ იყო და მერე მოხდა ნელ-ნელა და სწორედ ეს სენატი ასრულებდა ამ შემთხვევაში სენატი შეგიძლიათ ჩაიხაზოთ. სენატი ასრულებდა საკონსულტაციო და საკანონმდებლო ფუნქციას, ფინანსურ ფუნქციას ფაქტობრივად იგი იღებდა კანონებს, ამ კანონების მიღების ფარგლებში ხელმძღვანელობდა საგარეო პოლიტიკას, ომებს, დიპლომატიას, ვისთან უნდა წარმართულიყო ომი, ვისთან არ უნდა წარმართულიყო, ვინ უნდა ყოფილიყო ამ დიპლომატიის გამტარი მმართველი
და სენატორობა იყო უვადო. შენ თუ გახდებოდი სენატორი, რჩებოდი სენატორად, რაც უზრუნველყოფდა სტაბილურობას, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს სენატორობა რაღაცა ელიტიზმშიც გადასდიოდათ, რომ სენატორებს და განსაკუთრებით ეს ფილმებში, სერიალებში რაც გადაღებული, აი კარგად და მკაფიოდ არის ეს ელიტიზმის სახე გამოკვეთილი, ხო? მეორე სენატის ერთ-ერთი საყრდენი, ანუ სამმაგი ბალანსის პრინციპი, რომელებს საერთოდ არ აძლევდათ საშუალებას, რომ რაიმე სახით ისეკნათ, რა ქვია, უზურპირება ძალაუფლების მოეხდინათ, იყვნენ მაგისტრატები, მაგისტრატუს მაგისტრატუს ესენი არიან მაგისტრატები და ეს მაგისტრატები ირჩევდა მაგისტრატებს ყოველწლიურად ირჩევდა ხალხის კრება და ეს ხალხი ქმნიდა სწორედ აღმასრულებელ ხელისუფლებას და ამ ნაწილში მაგისტრატების მიერ არჩეული ორი ადამიანი, თან ორი იყო ამ მაგისტრატებში ამ შემთხვევაში, ერთმანეთის ძალაუფლებას აბალანსებდა, ანუ ერთი წარმომადგენელი, პირველი მაგისტრატი და ესეც არის მეორე მაგისტრატი, ისინი არაფრით არ განსხვავდებოდნენ, მაგრამ ერთმანეთის ძალაუფლებას, როგორც გითხარი, ისინი აბალანსებდნენ, რომ რაღაცნაირად არ მომხდარიყო ვინმეს მხრიდან ძალაუფლების გადამეტება. ისინი ყოველწლიურად ირჩეოდნენ ერთი წლის ვადით და ეს ერთწლიანი ცვლილება თან უზრუნველყოფდა სრულიად სხვაგვარი პირობის ჩამოყალიბებას. განსაკუთრებით ეხლა რაც შეიძლება მივყვეთ და ზოგადი თანამდებობები განვიხილოთ, ანუ სენატორებზე ვთქვით ვინ არიან და რას აკეთებენ, რომ მათი მთავარი ფუნქცია იყო დოკუმენტების გამოცემა, კანონების მომზადება, აღსრულება და ზედამხედველობა. მეორე ფუნქცია მმართველობისი, რაც არის მაგისტრატები და აღმასრულებელი ხელისუფლება, რომლებსაც ირჩევდნენ ერთი წლის ვადით და მესამე, რაც უნდა გავიაროთ ამ შემთხვევაში, ეს არის უმაღლესი თანამდებობა, კონსული და შესაბამისად კონსული, როგორც მაგისტრატი, ორი იყო, აქაც ორი წარმომადგენლები იყვნენ, არჩეული ერთი წლის ვადით და ამ კონსულებიდან ერთ-ერთს ხშირად ირჩევდნენ დიქტატორად, რომელიც ფაქტობრივად სარგებლობდა განუსაზღვრელი უფლებებით და ასეთი დიქტატორები ის დიქტატურა ზოგადად ის არ არის, რაც ჩვენ ზოგადად ვიცით ამ შემთხვევაში და რასაც ჩვენ დიქტატურას ვეძახით, რომ ეს ძალადობრივი ხალხის რისხვით არჩეული მმართველობა არ არის ეს დიქტატურა, არამედ ეს არის ადამიანი, რომელიც კონკრეტული მიზნით ხდება განუსაზღვრელი უფლებების მატარებელი და მას ძირითადად ომიანობის პერიოდში იმის გამო, რომ სენატის მსჯელობები არ გაწელილიყო და სწრაფად მიიღოთ გადაწყვეტილებები, იღებდნენ ამ ყველაფერს, ამ თანამდებობას, 6 თვიან თანამდებობას. დიქტატორი ვინც გახდებოდა, ის ვეღარასდროს ვეღარ გახდებოდა კონსული და იგი უკვე ხდებოდა ცენზორი. ამ შემთხვევაში ცენზორი ასევე ორი წარმომადგენელი იყო, ცენზი, ანუ სენატის სიების განახლება, მაგალითად მოქალაქეთა აღწერა, ადათებისა და ქონების განგება, დასჯა ზნეობრივი ნორმების დარღვევისთვის, ცენზორები ფაქტობრივად ორი წარმომადგენლით იყვნენ წარმოდგენილი ძირითად შემთხვევაში რაოდენობით და ხასიათი აი ამათი მმართველობა 5 წელიწადიანი იყო, ანუ ცენზორი კონსულად ყოფნის შემდეგ ხდებოდი და 5 წელიწადში ერთხელ იცვლებოდი. ანუ მარტივად რო გამოვკვეთოთ და მივყვეთ პრინციპს, ხო, კონსულები რაოდენობით 2 ერთწლიანი თანამდებობა იყო, აი ამ შემთხვევაში მაგისტრატები კონკრეტულად რომელიც უშუალოდ ჩართული იყვნენ, ესეც ერთწლიანი თანამდებობა იყო, მაგრამ
ცენზორი ხდებოდა უკვე ის, რომელიც იყო გამოცდილი. ანუ რომელსაც გავლილი ჰქონდა ეს სამართლო ფუნქციები და ფაქტორიც იყო პენსიაში გასვლა და ამიტომ 5 წელი ხდებოდა ცენზორი არჩეული და ამას უფრო ვადა ესეთი ჰქონდა. ანუ ეს არის ძირითადი ფუნქციური აღმასრულებელი სამართლო საკანონმდებლო თანამდებობები რესპუბლიკურ რომში, რომლებიც ფაქტობრივად არსებობდნენ და რაც შეეხება ახლა ქვე ასე ვთქვათ მმართველობებს, აქ უნდა გამოყოთ პრეტორები, რომლებიც ამ შემთხვევაში სახელმწიფოსა და ძირითადად არმიის ხელმძღვანელები იყვნენ, მოსამართლეები, პოლიცია და ზოგადად ეს ფუნქცია ჰქონდათ, აი რაღაც აღმასრულებელი ფუნქცია ჰქონდათ კონკრეტულად და ისინი აკეთებდნენ ძირითადად სახელმწიფო საქმეში ყველაფერს, რაც მთავარი იყო. აქვე უნდა გამოკვეთოთ ამ შემთხვევაში პრეტორი, არა პრეტორი არა და კვესტორი, კვესტორს რომელსაც ხაზინა ებარა და პრეტორზე უნდა დავამატო კიდევ, რომ მათ ევალებოდათ სამართლის აღსრულება და სასამართლო საქმეები, თუ ეს თქვი. გონი, თქვი აღარ მახსოვს. ხო, ერთი რაც უნდა გამოკვეთო, მე მგონი, წევან ამერია, პრეტორზე თქვი, რომ სახელმწიფოს და არმიის ხელმძღვანელები იყვნენ, არა, კონსულები იყვნენ ეგენი. და პრეტორები იყვნენ პოლიციური არმიის ხელმძღვანელები. აი ჯგუფი, რომელიც სახელმწიფოში კონტროლის მექანიზმი ებარათ და აი ამ პოლიციური არმიის ხელმძღვანელები იყვნენ. აქ სახელმწიფო არმია, დიდი ლეგიონი და ეს ცენტურია და ეს მაგისი ხელმძღვანელი კონსული იყო და პრეტორი იყო სახელმწიფო არმიის ხელმძღვანელი, ასევე მოსამართლე, ანუ სასამართლოს აღსრულება და სასამართლო საქმე ებარა პრეტორს. კვესტორი რომელიც იყო როგორც გითხარით 20-მდე არჩეული და თვითონ პრეტორს არ ირჩევდნენ ერთ ადამიანს, პრეტორი ირჩეოდა 2-დან 8-მდე რაოდენობით და შესაბამისად მათ სამოქალაქო იურისდიქციის აღსრულების უფლება ჰქონდათ ძირითად შემთხვევაში, რასაც ვერ ვიტყვით კვესტორზე, იმიტომ რომ კვესტორი განსხვავებული იყო ამ შემთხვევაში და მისი როლი მთლიანად მორგებული იყო ფინანსებზე, ხაზინაზე, არმიის მომარაგებაზე და ამ შემთხვევაში ფინანსური საკითხი იყო ძირითადად და 20-მდე ადამიანი იყო არჩეული რომის რესპუბლიკაში. რაც შეეხება უკვე ედილს, რომელსაც ებარა ქალაქის სამსახური, ედილები იყვნენ ისინი, რომლებიც ფაქტობრივად ვალდებული იყვნენ, რომ რომის რესპუბლიკაში პასუხი ეგოთ საზოგადოებრივ წესრიგზე, ქალაქის სამსახური ჰქონდათ ფაქტობრივად მათ ჩაბარებული, ბაზრები, თამაშები, ორთაბრძოლები, შიდა გართობები, ფესტივალები, აი ამ ყველაფრის მოწყობაზე მთლიანად იყვნენ 4 ედილი პასუხისმგებელი და შეიძლება ითქვას, რომ ადმინისტრატორები იყვნენ და ორგანიზატორები იყვნენ ადმინისტრაციული მოწყობის, ყველაფერს ედილები აგვარებდნენ. ძალიან მერე თავიდანვე არა, მაგრამ შემდგომ დაემატა უკვე ამ საზოგადოებას ტრიბუნი იყო მარტივად რომ აგიხსნათ სახალხო დამცველი ამ შემთხვევაში, მაგრამ მაინც უნდა გამოკვეთოთ, რომ ტრიბუნი იყო პლებეების უფლებათა დამცველი უფრო შემდგომ, ვიდრე ეს თავიდან იყო, იმიტომ რომ თავიდან პატრიციათა შტო იყო ძირითადად დაწინაურებული. კარგით, ეს არის მმართველობის ძირითადი სახელები და თქვენ ესენი რომ დაიმახსოვროთ, საჭიროა ამისთვის, რომ ყველა სახელი ლექსიკონში ამოწეროთ და ვინ იყო ისტორიულ ტერმინოლოგიაში მე თქვენ გამოგიგზავნით და აგიტვირთავთ ლექსიკონს ზოგადად და იქ ნახავთ ამ სახელებს ჩაწერის და მე იმასაც ცალკე ისწავლით, მაგრამ ზოგადად ასე სჯობს ამოაკონსპექტოსავით, რომ არ გაგირთულდეთ თქვენ იმის რა ქვია კონკრეტული ფუნქციების აღქმა, იმიტომ რომ ეს თუ აგერიათ, მე როცა უკვე უშუალოდ გადახვალთ ამ შემთხვევაში მასე რა ქვია პრაქტიკაში ამ სახელების გამოყენებაზე სავარაუდოდ აგერევათ. ამიტომ ცალკე ამოწერთ. ამ ნაწილიდან რამე კითხვა ხომ არ გაქვთ კონკრეტული?
კარგით, გადავიდეთ მაშინ შემდეგზე. ამ შემთხვევაში აქ არის უკვე სახალხო ანუ ლაშქრის კრება, რომელსაც უნდა ჩავყვეთ და განვიხილოთ. სახალხო ანუ ლაშქრის კრება, რომელსაც სხვაგვარად ჩვენ ვუწოდებთ კონკრეტულად და ალბათ გამოსაკვეთი სწორედ ამაში ეს არის ძირითადი, რომ ამ სახალხო ანუ ლაშქრის კრებაში კომიცია ერქვა ამ კრებას და მოქალაქეთა ფართო მონაწილეობა იყო სავალდებულო სახელმწიფო საქმეებში და არსებობდა სამი ძირითადი კრება და ამ კრებაში, ანუ სამი ტომი ამ შემთხვევაში, რომელიც შეიძლება გამოვკვეთოთ, სამი ტომი და 30 კურია ზოგადად ასე იყო დაყოფილი და პირველი ტომი ეს იყო კომიცია ცენტურიატა, ანუ ცენტურიების ტომი, ტრიბუსი, კომისია ტრიბუტა, ეს იყო მეორე ტომი, ანუ ტერიტორიული პრინციპით დაყოფილი კრება, რომელიც უშუალოდ კანონებს იღებდა და მესამე იყო კონსილიუმ პლები, ანუ პლებეების კონსილიუმი, ეს არის ჯგუფი, რომელიც მხოლოდ პლებეებისთვის იღებდა გადაწყვეტილი, ეს იყო პლებისციტა, ანუ პლებისციტის ინსტიტუტი აქედან მომდინარეობს და ეს არის სუფთა რომაული რესპუბლიკური ხედვა, რომლებიც მოგვიანებით მთელი რომისთვის სავალდებულო გახდა და ანუ ჩვენ შეგვიძლია ეს ლაშქრის კრება დავყოთ აი ასე. სენატუს პოპულის კვერომე. პოპულის კვერომე ეს გადამულად რომ გამოდის ფაქტობრივად ეს სიმბოლო, რაც რომაულ გერბზე და დროშაზე არის გამოსახული, სენატუს პოპულის კვერომე და მე ხან იცვლებოდა, ხან პოპულის, ანუ და რომელი იმპერატორიც მე იმპერატორების პერიოდზე რომ გადავალთ რომის იმპერიაზე, იქ ვნახავთ რომ სენატი პირველ ადგილზე რომ წერია, მე ცვლიან. და ხან წერია პოპულის სენატის კვერომე. ანუ სენატი ხალხი და რომი და მე წერია ხალხი სენატი და რომი ვის როგორ აწყობდა და როგორ უნდოდა ამ შემთხვევაში. ამიტომ ხალხის კრება, ლაშქრის კრებასაც, რასაც ვუწოდებთ, მოკლედ რომ თქვათ, სამ ნაწილად იყოფოდა და მოდი ახლა ესე გამოვყოთ ცხრილი, ავაგოთ ამ შემთხვევაში ხალხის კრება და ჩაიხაზეთ ეს ცხრილი. ერთი წუთით. ხალხის კრება. რაღაცა არ მემორჩილება ეს ჩემი კალამი. ცოტა უნდა დავაჭირო. ხალხის კრება. ხალხის კრება. იყოფოდა სამ ნაწილად. პირველი, მეორე და მესამე. ესე იგი, პირველი ნაწილი არის კომისია სენტუარიტა. ეს არის ამ შემთხვევაში სამხედრო კრება, ანუ რასაც ჩვენ ვეძახით ლაშქრის კრებას. მეორე არის კომისია ტრიბუტა. და ამას უკვე ვეძახით ჩვენ თავარ დაყოფილ ტერიტორიულ პრინციპზე დაყოფილ კრებას. პრინციპით დაყოფილი კრება. და ეს კრება იღებდა ძირითადად კანონებს. იღებდა და კანონებს.
და მესამე, რომელიც ჩვენ უნდა ამ შემთხვევაში გამოვკვეთოთ, ეს არის კონსილიუმი პლებეების კონსილიუმი, რომელსაც მე როგორც გითხარით, დაემატა, რომელიც მე გარდაიქმნა პლებისციტში და გახდა რომისთვის ყველასთვის სავალდებულო. ხო. ანუ ეს არის ძირითადი ხალხის კრების სამი მთავარი ორგანო. ჩაიწერეთ თუ რამე კითხვა თუ გაქვთ ამ ნაწილიდან მოგისმენთ, სანამ გადავალ უკვე სხვა დეტალზე. მესამე არის კონსილიუმ პლების. კონსილიუმი პლებეებისთვის პლებისციტის კრება ფაქტობრივად, რომელიც გარკვეულ ასე ვთქვათ, ხმის უფლებას ანიჭებდა ამ პლებეთა საზოგადოებას. ოკეი. მოდი კიდევ ერთი ცხრილი დავხაზოთ, მეგობრებო, ვინაიდან ვხაზავთ, სოციალური სტრუქტურა როგორი იყო მთლიანად რომში გამოსაკვეთი და განვიხილოთ ეს სოციალური სტრუქტურის ელემენტები. სოციალური სტრუქტურა. პირველი ეს არის, როგორც გითხარით, პატრიციები. ცოტი პატრიციები, მეორე ეს არის პლებეები და მესამე არის მონები. ესე დავწეროთ. პატრიციები, პლებეები და მონები. და მეოთხე, მოდი, არა, მონებამდე ჯერ, იცი რა ვქნათ, მონებამდე ჯერ ისინიც არიან, რა ქვია. ან მოქალაქეობის არ მქონენი, ხო? არ მქონენი და მერე არიან მონები. მეოთხე ამ შემთხვევაში სტრუქტურად შეგვიძლია გამოვყოთ აქ. მონები. ხო, პატრიციები ვიცით მოკლედ ვინც არიან. ესენი ფაქტობრივად არიან ძველი არისტოკრატიული გვარები. ძველი არისტოკრატიული გვარები, ვინც თავიდანვე რომში ცხოვრობდნენ და დაწინაურებულები იყვნენ, ანუ მიწათმფლობელები არიან ესენი. პლებეები არიან თავისუფალი მოქალაქეები, მაგრამ თავიდან როგორც გითხარით 509 წლიდან რომში, რესპუბლიკურ რომში ესენი ძალიან შეზღუდული უფლებებით იყვნენ და ფაქტობრივად მათ არ ჰქონდათ რაიმე ესეთი ფუნქცია და მერე ნელ-ნელა მოიპოვეს მათ თავიანთი ფუნქციები. შემდეგი მესამე ფენა ეს არის იტალიელი არარომაელები, ანუ იტალიელი მოკავშირეები, რომლებიც არიან ამ შემთხვევაში არარომაელები და ესენი რომაულ საზოგადოებრივ წყობაში ძალიან დიდ როლს თამაშობდნენ. არარომაელები და ყოველდღიურ ცხოვრებაში ამ შემთხვევაში რაც შეიძლება ვიგულისხმოთ და მესამე მონები, რაც ბუნებრივად უნდა გამოვკვეთოთ, აქ იგულისხმებიან უშუალოდ პატრიციების საკუთრებაში მყოფნი, ამ შემთხვევაში სამხედრო ტყვეები, რომლებიც უშუალოდ ბრძოლის
დროს იყვნენ აყვანილები, სამხედრო ტყვეები და ეს მონები სოციალურ სტრუქტურაში ასრულებდნენ ძალიან დიდ როლს და ისინი იყვნენ ერთ-ერთი ძირეული მმართველები ამ შემთხვევაში. აი, რაღაც პერიოდში და უფრო ზუსტად რომ გითხრათ, ძველი წელთაღრიცხვით 494 წლიდან 494 წლიდან პლებეები იწყებენ გამოსვლას და პლებეები ანუ თავისუფალი მოქალაქეები იყვნენ და ისინი იწყებენ პირველ გამოსვლას, რომლებიც ითხოვენ ეგრეთ წოდებულ სეკესიას, ეს არის უფლებები და სწორედ 494 წლიდან ძველი წელთაღრიცხვით პლებეები ქმნიან რესპუბლიკურ ომში ტრიბუნის ინსტიტუციას და მათი წარმომადგენელი ანუ ტრიბუნთა ძალაუფლების მატარებელი აღიჭურვება ვეტოს უფლებით ამ შემთხვევაში და ეს ვეტო არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რაღაც, რაც თანამედროვე სამყაროშიც გამოიყენება და ამ ვეტოს უფლებით ნებისმიერი კანონის დაბლოკვა შეიძლებოდა ამ შემთხვევაში. მერე კიდევ უფრო წინსვლა ამ შემთხვევაში ხდება ძველი წელთაღრიცხვით 451 წლიდან, რომლითაც საბოლოო ჯამში ჩვენ მივდივართ უკვე უფრო აქტიურ როლზე, როცა ტრიბუნი უკვე პლებეებს ყავთ მეხუთე საუკუნიდან და შემდგომ უკვე ისინი ქმნიან 12 დაფის კანონს, ეგრეთ წოდებული ტაბულა, რომელიც ხდება ფაქტობრივად მთავარი კანონთა კრებული და ამ 12 დაფის კანონში, რომელსაც 10 კაციანი საბჭო განაგებდა 451-50 წლებში, ხო, ეწერა რომის პირველი დაწერილი კანონები 12 დაფაზე და ამიტომ ეწოდა 12 დაფის კანონი და შესაბამისად აქ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კანონი, რაც შეიძლება გამოვკვეთოთ, არის ქორწინება. მანამდე 451 წლამდე პლებეებს არ შეეძლოთ დაქორწინებულიყვნენ პატრიციებზე, ანუ პატრიციები მაღალი ფენის წარმომადგენლები ვინაიდან იყვნენ, არ შეიძლებოდა მათი სისხლი პლებეების სისხლში აღრეულიყო და ეს იყო ძირითადად ერთ-ერთი შეზღუდა. აი ამ კანონებით ქორწინების უფლება ერთ-ერთი იყო, რომლითაც პლებეებს ქორწინების უფლება მიეცათ პატრიციებზე და შესაბამისად მათი უფლებები კიდევ უფრო გაიზარდა. მერე კიდევ ერთი წინსვლა, რაც პლებეებს მიეცათ უკვე მე-4 საუკუნეში, ეს იყო ლუცინიუსის კანონები, რომლითაც საბოლოო ჯამში პლებეებს შეეძლოთ გამხდარიყვნენ, ყოფილიყვნენ უფრო ზუსტად რომ გითხრათ კონსულები და აქ უნდა გამოიკვეთოს და შეგახსენოთ, რომ კონსულად არჩევა, რომელიც იყო უმაღლესი თანამდებობა და რომელზეც მხოლოდ 2 კონსული იყო არჩეული 367 წლამდე მხოლოდ, ანუ ლუცინიუსის კანონებამდე მხოლოდ 2-ვე იყო პატრიცია წარმომავლობით და 367 წლის შემდეგ ლუცინიუსის კანონების შემდეგ ეს უფლება პლებეებსაც მიეცათ და შემდგომ ეს კონსული ერთი უნდა ყოფილიყო პატრიცია და ერთი უნდა ყოფილიყო პლებე. და ეს იყო, როგორც გითხარით, ერთწლიანი თანამდებობა, მხოლოდ 10 წლის შემდეგ შეეძლო იგივე კონსულს ხელახლა არჩეულიყო ისევ კონსულად ამ შემთხვევაში. რაც უნდა გამოიკვეთოს კიდევ 342 წელია. 342 წელს, როგორც გითხარით, ეს პლებეების და პატრიციების კანონის უფრო პრაქტიკული განხორციელება მოხდა და კიდევ ერთი დამატება, რაც უნდა გამოიკვეთოს, აქ არის 500 იუვერი, 500 იუვერზე მეტი უბრალოდ არც ერთ პატრიციას აღარ უნდა ქონოდა, იმიტომ რომ ფაქტობრივად ეს მიწები, რომლებიც პატრიციებს თავიდან ჰქონდათ, იყო ძალიან ბევრი და დიდი. ამის გამო განუსაზღვრელ ძალაუფლებას ფლობდნენ ისინი და შესაბამისად ეს მიწის ტერიტორია, რაც პატრიციებს ჰქონდათ, შეუმცირეს მინიმუმამდე, პროვინციულ რაღაცა მონეტარულ ერთეულამდე და შესაბამისად ამის მეტი უბრალოდ აღარ შეიძლებოდა
ქონოდა პატრიციას და ყველაზე მთავარი ალბათ რაც ჩვენ უნდა გამოვკვეთოთ ზოგადად აი ამ რესპუბლიკურ მმართველობაში და განვითარებაში, აი აქ ძველი წელთა აღრიცხვით 200 აქ არ მიწერია ნეტა 287 აქ მივაწერ ამ შემთხვევაში, აი აქეთ დავწე ძველი წელთა აღრიცხვით 287 და ეს ქრონოლოგიურად მინდა დაიმახსოვროთ, იმიტომ რომ თქვენს წიგნებში ძალიან ქაოტურად წერია რა, რაღაცა ზოგი სად არის მიწერილი, ზოგი სად არის მიწერილი და ამ ნაწილში შეიძლება ვერ გაიგოთ, ამიტომ აი წლებით ქრონოლოგიურად რასაც მივყვები, ესე ჩაიწერეთ თქვენც. თუ ვერ მოასწარეთ, ხელახლა უყურეთ ჩანაწერს და ამის მიხედვით დაიმახსოვრეთ, რაც აუცილებლად დასამახსოვრებელი. ეს არის ჰორტენზიუსის კანონები. ჰორტენზიუსის კანონები, რომლითაც პლებეებს მიენიჭათ კანონის ძალა მთელ სახელმწიფოზე. ანუ რაღაც მომენტში პლებეებს ქონდათ მხოლოდ კონკრეტულ ტერიტორიებზე კანონიერი უფლებების გატარების საშუალება და ჰორტენზიუსის კანონებმა შეცვალა ეს რეალობა და მთელ ტერიტორიაზე მიეცათ ძალა, კანონიერი ძალა. აი ამ ჰორტენზიუსის კანონებით შეიძლება ითქვას, რომ სრულდება პატრიციებსა და პლებეებს შორის რაღაცა სამართლებრივი უთანასწორობა და ამის შედეგად უკვე ჩვენ გადავდივართ უფრო სხვა აქტუალურ ნაწილებზე. მოკლედ რომ შევაჯამოთ მეგობრებო, ჰორტენზიუსის კანონები აი ზემოთ მწერებია და ტყობა. მოკლედ რომ შევაჯამოთ, პატრიციებს და კერძოდ პრეტორებს, ცენზორებს, კვესტორებს, ედილებს და მაგისტრატებს ებარათ რომში აღმასრულებელი ხელისუფლება. ვინ რას აკეთებდა აგერ აქ მკაფიოდ არის ჩამოწერილი კიდევ ერთხელ, რომი დაყოფილი იყო ცენტურიებად, მათ შორის და ამ ცენტურიაში შედიოდა, მოდი ახლა ეს ავხსნათ და ერთ ცენტურიას ჰქონდა ერთი ხმის უფლება და საინტერესო ის იყო, რომ ამ ცენტურიაში აი ესეთი რომაელი ლეგიონერი სრული აღჭურვილობით უნდა ყოფილიყო მინიმუმ მდგარი. მაგრამ თუ ასეთი არ იყო და 100 კარგად მძიმედ შეჭრული ჯარისკაცი უნდა ყოფილიყო, თუ ასეთი არ იყო, ხშირად ძალა, მაგალითად თუ 30 ლეგიონერს ჰქონდა საშუალება, რომ სრული ეკიპირება აღჭურვილობა ეყიდა და შეეძინა და დანარჩენს არ ჰქონდა 70-ს, იმ 70-ის ძალაში იმდენი ადამიანი ერთიანდებოდა, რამდენიც 70 კარგად შეჭურვილის ძალას მოიაზრებდა და აღჭურვილობა იყო ცუდი, მაგრამ რაოდენობრივად ცენტურიაში ხშირად არმია იზრდებოდა, ლეგიონში ციფრები, ჯარის რაოდენობა იზრდებოდა და აი საერთო 100 კარგად შეჭურვილი ძალა უნდა ყოფილიყო და ხა როგორი ნარევი იქნებოდა, ვიღაცას კარგი აბჯარი იქნებოდა თუ არ იქნებოდა, არ იყო ამას მნიშვნელობა აღარ ქონდა, მთავარი იყო ის, რომ ძალა ყოფილიყო ასეთი, ცოცხალი ძალა. ასე რომ 700-ის ძალა პირობითად 70-ის კარგად შეჭრილი ძალას უნდა უდრიდეს და 70 პლუს 30 არის 100 და 100 კარგად შეჭრილი გამოვიდა და საბოლოო ჯამში. აი ამ კონტექსტში ცენზორი მარკუს პორციუს კატონი, რომელსაც ძალიან მალე გავიცნობთ ვინ არის, გამოკვეთილია. ფაქტობრივად რომის სამეფო 7 მეფით და რომის რესპუბლიკა აი ამ წყობით, რომელიც ეს სოციალური სტრუქტურა და მართლობა განვიხილეთ, იწყებს არსებობას და რომი პრაქტიკულად იწყებს ძალიან ბევრ დიდ ომებს, რომელშიც ალბათ პირველ რიგში უნდა გამოვკვეთოთ თქვენთვის პროგრამაში არ ჩაწერილი, ყოველ შემთხვევაში დეტალურად არ ჩაწერილი იტალიის დაპყრობა, ანუ რომის რესპუბლიკის ხანაში და დაპყრობების ხანაში პირველი ალბათ უნდა გამოიკვეთოს დაპყრობები, მოდი ასე დავაწეროთ.
დაპყრობები. იტალიის დაპყრობა. იტალია ძველი წელთაღრიცხვით 509 წლიდან ფაქტობრივად უკვე დაპყრობილია. ძველი წელთაღრიცხვით 509 წლიდან გრძელდება ეს ყველაფერი 264 წლამდე. და ამ იტალიის დაპყრობაში მოიაზრება მეზობელი ქალაქები, რაც წეღან ვისაუბრებ პრაქტიკულად რომის გარშემო რა ქალაქებიც იყო, ეტრუსკები, ლათინები, სამნიტები და აი კიდევ ერთხელ გაჩვენებთ თქვენ რუკაზე რომის ამ ქალაქებში, რომელი ქალაქები იგულისხმება, რომელიც 509 წლიდან 264 წლამდე დაიპყრო რომა თანდათან. აქ არის ზედა ეტრუსკული ტომები, აი ფაქტობრივად კელტებამდე მივიდნენ რომაელები, ზემოთ ვენეტებამდე, უმბრები, საბინები, სამნიტები, კაპუა, ეს რაც არის ეს ნაწილი, ანუ მთელი ეს ტერიტორია რომმა აი ეს ჩექმის ჩათვლით, აპენინის ნახევარკუნძული მთლიანად დაპყრობით ნაწილში 509 წლიდან 264 წლამდე აწარმოა და საბოლოო ძველი წელთაღრიცხვით მესამე საუკუნის დასაწყისში მთელი იტალია და მთელმა იტალიამ აღიარა რომის ქალაქი რომის ჰეგემონობა აი ამ აპენინის ნახევარკუნძულზე და შემდგომ უკვე რა საკვირველია უკვე მესამე საუკუნიდან იწყება პუნიკური ომები, რომელზეც ახლა გადავიდეთ. მოკლედ აი ეს მმართველობის ორგანოები კარგად მინდა ჩაიმახსოვროთ გონებაში, ცხრილის სახით შეგიძლია თქვენ ასე დახაზოთ. სენატი, ედილები, კონსულები, კვესტორები, ცენზორები, პრეტორები, რაც არის აქ მოცემული. თქვენს წიგნში სენატის უფლებები 300-დან 500 კაცამდე რო გაიზარდა, დეტალურად არის აქ ყველაფერი ჩაშლილი. და აგერ ხედავთ რუკაზე დაპყრობები როგორ დაიწყო მთელი აპენინის ნახევარკუნძულის და აქ არის სხვადასხვა ხალხები, რომლებიც რომში უშუალოდ ცხოვრობდნენ და ჩართული იყვნენ ამ პროცესში, ამ შემთხვევაში მართვაში უკვე ოფიციალურად. რაც შეეხება ახლა რომაულ დაპყრობებს, უშუალოდ ჩვენ უნდა მივყვეთ და გადავიდეთ ერთ საინტერესო ტერმინზე, რომელსაც ქვია სახელად მილიტარიზმი და მოდი ეხა ამ ტერმინს გავეცნოთ, რას გულისხმობს და რას მოიაზრებს. და სხვათა შორის ეს ტერმინი თქვენ როგორც ასეთი არა პირდაპირ, მაგრამ მაინც ნასწავლი გაქვთ კონკრეტულად ეს ასურეთს ეხება და ასურეთთან მიმართებაში მილიტარიზმი გამოიყენებოდა იმ კონტექსტში, როდესაც ერთი სახელმწიფო სხვას ამ შემთხვევაში იპყრობს, მერე კიდევ სხვას იპყრობს, მერე კიდევ სხვას იპყრობს და სახელმწიფოს ძირითადი განვითარება სრულად სამხედრო მიმართულებით ხდება, სახელმწიფო ჯარს აძლიერებს მხოლოდ და ამ ნიადაგზე დაპყრობებიდან შემოსული ნადავლი ფაქტობრივად რაც არსებობს, მთლიანად ხმარდება ისევ ჯარის გაძლიერებას და ისევ ახალი ტერიტორიის დაპყრობას. პრინციპი რომ რომის ლეგიონმა, ანუ ცენტურია შეძლო უზარმაზარი რომაული სამყაროს მიღმა ტერიტორიების დაპყრობა, დამსახურება სწორედ აი ამაზე, ანუ მილიტარიზმზე იყო დაფუძნებული და მთავარ ამოცანად სახელმწიფო მმართველობისა ძლიერება, სამხედრო ძლიერება, სამხედრო მოქმედება, მოქმედების წამოწყების შესაძლო მიზნით იყო და შესაბამისად ჩვენ მივიღეთ ფაქტობრივად ძველი წელთაღრიცხვით მესამე საუკუნიდან 3 პუნიკური ომი ამ ფარგლებში. პირველი პუნიკური ომი ძველი წელთაღრიცხვით 264-251 წლებში მიმდინარეობდა, მეორე პუნიკური ომი 218-201 წლებში და მესამე პუნიკური ომი არის 159-146 წლებში და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ერთი შეხედვით ახლა შეიძლება ერთი ომი მოიგო, მეორეც, მესამეც
რეალურად რომმა სამივე ომი მოიგო. თუმცა როგორ მოიგო, ეს ძალიან საინტერესოა. განსაკუთრებით პირველ პუნიკურ ომში რომმა არნახული ზიანი მიიღო, იმ თვალსაზრისით, რომ იგი დაუპირისპირდა ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ კოლონიას, ფინიკიური წარმოშობის კოლონიას, რომელიც ძველი წელთა აღარსვით 814 წელს ჩამოყალიბდა და შეიქმნა, რომელსაც ერქვა კართაგენი და ფაქტობრივად კართაგენი გახდა ამ შემთხვევაში ფინიკიური წარმოშობის კოლონია მთავარი ოპონენტი, რომელიც რომს დაუპირისპირდა. კართაგენი და თვითონ პუნიკური იმიტომ ეწოდა ამ კონფლიქტს, რომ რომაელები პოენის ეძახდნენ, პუნებს ეძახდნენ კართაგენელებს და აქედან გამომდინარე დარჩა ტერმინი კართაგენის ნაცვლად პუნიკური და შესაბამისად ჩვენ მივიღეთ მესამე საუკუნიდან რომსა და რომის რესპუბლიკასა და კართაგენს შორის დიდი დაპირისპირება, რომელსაც ახლა თქვენ რუკაზე მკაფიოდ ხედავთ, წითელი ფერით არის აღნიშნული რომის რესპუბლიკური ტერიტორიები და ლურჯი ფერით არის კართაგენი, რომელიც საკმაოდ ტერიტორიებს მოიცავს იმ ხანისთვის და შესაბამისად ეს დაპირისპირება იწყება კონკრეტულად სიცილიაზე, კართაგენისა და რომის ჩარევას და ზოგადად აქ უნდა გამოიკვეთოს, რომ სიცილია როგორც სტრატეგიული კუნძული იყო ვაჭრობის, სამხედრო განვითარებისა და რაღაცა სამხედრო ძლიერების დომინაციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი, გასაღები და რომი და კართაგენი ორივე ცდილობდნენ, რომ აი ამ სიცილიაზე გავლენები დაემყარებინათ და შესაბამისად სიცილიის ქალაქი, ერთ-ერთი ქალაქი, რომელსაც ერქვა მესანა, სადაც იტალიელი დაქირავებული ასე ვთქვათ, ადამიანებმა მოითხოვეს კონკრეტულად რომის დახმარება და რომი აი ამ მესანას სახელმწიფო საქმეებში ჩაერია და ფაქტობრივად ეს გახდა პირდაპირი საბაბი და სიცილიის ქალაქი მესანა გახდა პირდაპირი საბაბი, რომ პირველი პუნიკური ომი დაწყებულიყო და ომის მსვლელობა წარმართულიყო მთლიანად სიცილიაზე. ამიტომ სიცილია გახდა არა მარტო სხვათა შორის პუნიკური ომების, არამედ გახსოვთ ალბათ პელოპონესის ომის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ათენი და სპარტა ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და სიცილია ხმელთაშუა ზღვაში იყო ყველაზე გამორჩეული ნაყოფიერი ადგილი ამ შემთხვევაში. ეხლა საინტერესო ფაქტი რა არის, რომ პირველ პუნიკურ ომში, სადაც რომი უპირისპირდება კართაგენს და ძირითადი მონაწილე მხარეები რომის მხრიდან იყვნენ გაიუს დულიუსი, ლუციუს კორნელიუს სციპიონი და მარკუს ატილიუს რეგულუსი ებრძვიან ამ შემთხვევაში ჰამილკარ ბარკას და ჰანონ დიც. აქ უნდა გამოიკვეთოს ის ფაქტი, რომ რომს არ ჰყავდა ფლოტი. და ზოგადად რომი იყო სამხედრო მიმართულებით ძალიან ძლიერი, მაგრამ ფლოტი, საზღვაო ფლოტი სავაჭრო მიმართულებით ყავდა განვითარებული და ეს სამხედრო ფლოტი თითქმის პრაქტიკაში ვერ გამოიყენა ვერასდროს და არც უცდი არც არავისთან და ფინიკიური წარმოშობის კართაგენელები ხო საერთოდ ძალიან ძლიერები იყვნენ ამ თვალსაზრისით და შეიძლება ითქვას, რომ გაიუს დულიუსი პირველ საზღვაო ბრძოლაში მიუხედავად ამ ყველაფრისა გაიმარჯვებს, ოღონდ ეს არ იქნება ისეთი გამარჯვება, როგორც შეიძლება იყოს და თავიდან რომი 120 გემს ძალიან სწრაფად ააგებს, შექმნიან ახალ საბრძოლო მოწყობილობას კორვუსი იყო გემზე დამაგრებული მოძრავი ხიდი. აი დაახლოებით რომ წარმოიდგინოთ, ეხლა მე თქვენ დაგიხაზავთ ამ გემს, დაახლოებითი როგორი იყო ეს რომაული გემი, ასეთი გემი რომ წარმოიდგინოთ თავისი ანძით და აი ამ გემზე რომაელებმა ძალიან მალე გააკეთეს ასეთი სამაგრი და ამ სამაგრს ჰქონდა ასეთი ბასრი
რაღაც წვეტი მოკლედ, ამას გადაადებდნენ მეორე გემზე ასე და ხიდივით გადაედებოდა ხოლმე იმ გემს, რომელთანაც ახლო მივიდოდნენ და ჩაურჭობდნენ, კაუჭივით იყო ფაქტობრივად კორუსი ასე ერქვა და ამის საშუალებით საზღვაო ბრძოლა ნებისმიერი გემისთვის გადაიქცა სახმელეთო ორთაბრძოლად პრაქტიკულად და ეს გემები მივდიოდნენ ფინიკელების გემებთან ახლოს და ამ კორვუსით ბასრი წვეტით დაამაგრებდნენ და გადადიოდნენ მეორე მხარეს და მნიშვნელოვანია რომ პირველ პუნიკურ ომში გამოიკვეთოს მიალესის საზღვაო ბრძოლა ძველ წელთაღრიცხვით 260 წელს სადაც როგორც გითხარით გაიუს დულიუსის მეთაურობით პირველი საზღვაო გამარჯვება მოიპოვა რომმა და თანდათან რომი ნელ-ნელა სიცილიის ტერიტორიას იკავებს და ეს ნაწილი რომელიც თავიდან რომის ფლობელობაში არ იყო გადადის მთლიანად. ანუ ფაქტობრივად პირველი პუნიკური ომის შედეგი რომის გამარჯვებით დასრულდა. ეხა დეტალებს რომ აღარ ჩავყვეთ ამ შემთხვევაში და აღარ ჩავშალო კონკრეტულად და აი ნახეთ აქაც მაქვს გამოკვეთილი როგორ გამოიყურებოდა კართაგენის გემი და ამაზე უცბად ასეთ გემზე, რომელსაც საკმაოდ ისეთი მოქნილი მანევრირების საშუალება ჰქონდა, უცბად რომი კორუსის საშუალებით გადადის და ფაქტობრივად ზღვაშივე კვეთს და ანადგურებს. ეს პირველი პუნიკური ომი 20 წელიწადზე მეტხანს გაგრძელდა და აგერ ახლა თქვენ ხედავთ, აქ კართაგენის ტერიტორია და მწვანე ფერით არის ქალაქი სირაკუზა და მისი გავლენის სფერო. სირაკუზელებს რომაელები ეხმარებოდნენ და საბოლოო ჯამში ეს პირველი პუნიკური ომი ფაქტობრივად მოიგო მაინც რომმა, მაგრამ აქ უნდა გამოიკვეთოს, რომ მთელი პუნიკური ომის განმავლობაში რომმა დაკარგა 700-მდე ხომალდი, კართაგენმა 500-მდე ხომალდი და აი ამ მრავალწლიან ომში ფაქტობრივად 60,000 ადამიანი დაიღუპა და ეს მეგობრებო იყო ძალიან დიდი რიცხვი. ფაქტობრივად პირველი პუნიკური ომი ძველი წელთაღრიცხვით 264-251 წლებში რაც მიმდინარეობდა დასრულდა კართაგენის მარცხით რომმა კართაგენს დააკისრა ძალიან დიდი კონტრიბუცია. რომი პირველად გამოვიდა ხმელთაშუა ზღვაში როგორც საზღვაო ძალა და დაიწყო საზღვაო იმპერიის მშენებლობა მთლიანად. გადაუხადა კართაგენმა რომს ძალიან დიდი კონტრიბუცია და იტალიურმა გავლენებმა ფაქტობრივად მთელ ხმელთაშუა ზღვაში დაიდეს ბინა. ამის შედეგად უკვე გადავდივართ ჩვენ მეორე პუნიკურ ომზე, რომელიც უკვე 218-დან 201 წლამდე პერიოდში მიმდინარეობდა, მაგრამ სანამ ამაზე გადავალ, ეხლა მაქვს თქვენთან კითხვა, ხომ არ გაქვთ რაიმე კითხვა? გავგებარი თუ არის რამე თუ გაიგეთ ყველაფერი თუ ვერ გაიგეთ თუ როგორ არის აბა გისმენთ. კარგით. ზოგადად მეორე პუნიკური ომზე ძალიან ბევრი დეტალი შეგვიძლია ჩვენ გამოვკვეთოთ და ვისაუბროთ, მაგრამ ვინაიდან ეს პუნიკური ომები ისეთი დეტალებით არ შედის ხოლმე და არასდროს არ მოსულა ისეთი გამორჩეული დეტალი პუნიკური ომებიდან, მაინც შეგვიძლია არ დავეყნოთ ჩვენც ისე დეტალებს, ვინაიდან მინდა რომ მაქსიმალურად ზუსტი, თან მოკლე, თან ვრცელი რაღაცა ისეთი გამოვიდეს, მაგრამ მაინც ვეცდები რომ ამ მეორე პუნიკურ ომსაც ნათელი მოვფინო. 218-201 წლებში მიმდინარეობდა ძველ წელთაღრიცხვით მეორე პუნიკური ომი და აქ საინტერესო არის ეს ადამიანი, რომელსაც ერქვა ჰანიბალი და აქ უნდა გამოვკვეთოთ ის, რომ ჰანიბალი არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურა ალბათ რომის სამხედრო პოლიტიკურ ისტორიაში, რომელმაც რომს გაუშვო სისხლი. და თვითონ სიტყვა ჰანიბალი
რომელიც ფაქტობრივად ჰამილკარ ბარკას შვილი იყო. ჰანი ასე ნიშნავს მოწონებულს, მოწყალეს, ღვთის ნებასთან შემწყნარებს, ანუ რაღაც ესეთი, მაგრამ ბაალი ამ შემთხვევაში იყო ფინიკიური და კართაგენული ღმერთი, რომლის სახელით ზოგადად ბატონს უფალს ნიშნავს და ჰანიბალი, ანუ ჰანიბალ ასე ჟღერდა ამ შემთხვევაში კართა ფინიკიურ ენაზე, მოიაზრებს ღმერთის მიერ მოწონებულ ადამიანს, მაგრამ ეს ღმერთის მიერ მოწყალე ადამიანი რომაელებისთვის გადაიქცა ერთ-ერთ ყველაზე მრისხანე და ამ შემთხვევაში საშინელ ადამიანად, რომელმაც სიცხლი გაუშრო, ტაქტიკური გეგმებით შეცვალა საერთოდ მეორე პუნიკურ ომში რეალობა, ისე შეცვალა თითქოს რომაელები იმარჯვებდნენ და საბოლოო ჯამში თითქმის გამარჯვებული კართაგენი, რომელიც მეორე პუნიკურ ომში ალპებს, თოვლიან ალპებს გადალახავს, მოულოდნელობის ეფექტით ხდება დამარცხებული. ეხლა მოდი განვიხილოთ მეორე პუნიკური ომის პოლიტიკური და ეკონომიკური ფონი ზოგადად როგორი იყო და აქ უნდა გამოიკვეთოს აუცილებლად ის, რომ პირველი პუნიკური ომის შემდეგ 264-251 წლებში რაც მიმდინარეობდა, იცით რომ კართაგენმა დაკარგა სიცილია. ანუ პირველი პუნიკური ომის შედეგად ეს გადავიდა მთლიანად რომის მფლობელობაში და ამაზე საკმაოდ დიდი თანხის გადახდა მოუწია კართაგენს. ასევე კართაგენმა დაკარგა სარდინია და კორსიკა, სიცილია, სარდინია, კორსიკა მთლიანად რომის მმართველობაში გადავიდა და შესაბამისად მოუწია მას გამდიდრებულიყო სხვა გარემოებიდან გამომდინარე და კართაგენმა ესპანეთში გააკეთა ახალი ბაზა. ესპანეთი გახდა კართაგენის ფინანსური და შეიძლება ითქვას სამხედრო აღორძინების წყარო და სწორედ აი ამის გამო უშუალო საბაბით რომმა გააფორმა ხელშეკრულება მდინარე ებროს ჩრდილოეთით ქალაქებზე, რომელიც ფაქტობრივად კართაგენს როგორც ასეთი ესაზღვრებოდა და ამისი ერთ-ერთი მიზეზი იყო, რომ ამ ქალაქებიდან სამომავლოდ რომი კართაგენში შეიჭრებოდა და მართლაც ასე უნდა მომხდარიყო, მაგრამ ერთი საინტერესო დეტალი არის ის, რომ ქალაქი საგუნტუმი, რომელიც აგერ არის აქ მოცემული, რომელიც თავის მხრივ იყო რომის მოკავშირე, ძველი წელთა აღრიცხვით 219 წელს გახდა ჰანიბალის ალყის მსხვერპლი. ჰანიბალმა 219 წელს მოულოდნელად ალყა შემოარტყა საგუნტუმს, აიღო ეს ქალაქი, რომმა ამ ფაქტს უწოდა ხელშეკრულების დარღვევა და კართაგენს მეორე პუნიკური ომში უკვე გამოუცხადა გონგი, შემოჰკრა და დაიწყო მეორე პუნიკური ომი. ამისთვის როგორც ჩანს ჰანიბალი საკმაოდ დიდხანს ემზადებოდა. ჰანიბალი იყო როგორც გითხარით ჰამილკარ ბარკას ვაჟი, პირველი პუნიკური ომის გმირი, მან მამის დავალება განაგრძო, რომის წინააღმდეგ შურისძიება გადაწყვიტა და შურისძიებაც სადაც მოიხსენიებდნენ და საკმაოდ ძლიერი არმია შეკრიბა 219 წლიდან დაიწყო თოვლიანი ალპების გადალახვა. ეს იყო გენიალური ალბათ სტრატეგია, რაც ჰანიბალს და მაშინდელ სამყაროს ვინმეს მოუფიქრებია, დაახლოებით 90,000, თითქმის 100,000-მდე ქვეითი ჯარისკაცი შეკრიბა, აქედან 12,000 იყო ცხენოსანი მხედარი და დაახლოებით 27,000 საბრძოლო სპილო და 218 წლიდან აი ამ თოვლიანი ალპების გადალახვა დაიწყო. პირინეები გადალახა, შემდგომ გადალახა ალპები, საკმაოდ რთული ოპერაცია იყო ეს კაცობრიობის ისტორიაში. წარმოიდგინეთ, ახლა ეს ყველაფერი ხდება ძველი წელთა აღრიცხვით 219 წელს, თან იმ ფონზე, რომ შენ ამდენი ჯარი
მხედრების პილოები უნდა გადაიყვანო, მომარაგება წაიღო, აიტანო მთებზე, იქ აჭამო ასვა და მოულოდნელობის ეფექტი შექმნა და ეს დაღლილი ჯარი მე უნდა ჩავიდეს და ფაქტობრივად რაღაცა შედეგი დადოს. და საბოლოო ჯამში 15 დღიანი მსვლელობის შემდეგ მისი არმია აი ამ ალპების გადალახვის პროცესში ძალიან შემცირდა, მაგრამ უნდა ითქვას, რომ მაინც ჩავიდა იგი იტალიაში და მოახერხა პირინეებისა და თოვლიანი ალპების გადალახვა და რომი ებროს გადალახვის შემდეგ გადალახა მდინარე პო და ადგილობრივ გალიელ ტომებთან შეერთდა და რომი, რომელიც არ ელოდა ალპებიდან ამ თოვლიანი ალპებიდან ჰანიბალის გამოჩენას, ეხლა ზღვით შეიძლებოდა ბუნებრივია და ზღვას რომი აკონტროლებდა და შესაბამისად ეს ტაქტიკური გეგმა ჩაეშალა და ამას შეიძლება ჩვენ ვუწოდოთ სტრატეგიული საოცრება, იმიტომ რომ რომაელებმა ვერ წარმოიდგინეს რომ მტერი ალპებიდან გამოჩნდება. აი როგორი რაღაცა იცით, რომ ხა ჩვენ ვიფიქროთ, რომ კავკასიონიდან, კაი, მე არ ვამბობ დარიალის გადმოსასვლელიდან, ჩათვალთ, რომ კავკასიონს არც ერთი გადმოსასვლელი არ აქვს. არც ერთი. არც უღელტეხილი არაფერი. და მოულოდნელად ჩრდილოეთიდან რომ გადმოვიდეს ვიღაც. რას იფიქრებთ, ხო? აი ესეთი შთაბეჭდილება და მდგომარეობაში ჩავარდნენ რომაელები და ზოგადად ჩვენი ქვეყნისთვისაც კავკასია ადრე იყო თავდაცვითი ზღუდე. ერთი გადმოსასვლელი ჰქონდა და იმ გადმოსასვლელსაც თუ აკონტროლებდით, თავი ქუჩი ჰქონდა ხოლმე და ის იყო ერთი შემოსასვლელი რაღაცა კარი, ყინულის დიდი კარი ბჭესავით რაღაცა და წარმოიდგინეთ ალპები არის სივრცე, რომელსაც არ აქვს გადასასვლელი, როგორც ასეთი ესეც მარტივად მისასვლელი და აი ეს სტრატეგიული საოცრების შედეგად ჰანიბალის იტალიური კამპანია დაიწყო. ძველი წელთა აღრიცხვით 418 წელს იგი ტიცინოს ბრძოლაში პირველ შეტაკებას გამართავს და ფაქტობრივად ჰანიბალი დაამარცხებს რომაელ კონსულს, აქ სკიპიონ უფროსი მონაწილეობდა, შემდგომ უკვე ძველი წელთა აღრიცხვით 217 წელს ტრეზიმენის ტბის ბრძოლაში ჰანიბალი ჩაუსაფრდება ტბასთან რომის არმიას და კონსულ ფლამინიუს გაანადგურებს და დაიღუპება კონსული ფლამინიუსი და აი ამ ტრეზიმენის ტბასთან მოულოდნელი ჩასაფრების შედეგად რომი აქაც შოქში ჩავარდება და საერთოდ მთელი ეს ნაწილი უკვე ცენტრალურ იტალიაში გადავიდა მთელი მტერი და კანეს ბრძოლაში ძველი წელთა აღრიცხვით 216 წელს აქაც ჰანიბალის ტაქტიკური გენია გამოვლინდება და შეიძლება ითქვას, რომ ორმაგი ალყის, რომელსაც რაღაცა double envelopment შეიძლება დავარქვათ, ორმაგი ალყის შედეგად, აგერ ხედავთ ეს ორმაგი ალყა, 80,000-მდე რომაელი ჯარისკაცი, ლეგიონერი მოექცევა ჰანიბალის გარემოცვაში, ჰანიბალის მცირერიცხოვანი არმია უნდა გამოიკვეთოს და ეს არის რომის ისტორიაში, რაც კი მომხდარა რომის ისტორიაში ვგულისხმობ, ალბათ შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე უდიდესი კატასტროფა, იმდენად ბევრი, ანუ 50,000-დან 60,000-მდე მეომარი ფაქტობრივად გაუწყდა აი ამ გენიალური ტაქტიკის შედეგად, რაც ჰანიბალმა მოუწყო და შედეგად მოულოდნელობის ეფექტით ჰანიბალი აღმოჩნდა იტალიაში. ისე რომ მან მრავალი იტალიური ქალაქი, კაპუა, ტარენტი გადავიდა ჰანიბალის ხარეს, რომის მთავარი მოკავშირეები ვინც იყვნენ მიუხედავად ყველაფრისა ვითომ რომ და გადასურდნენ ლათინები დარჩნენ რომაელების მხარეს და ეს ის ქალაქებია, რომელსაც რომი იტალიური ომის დროს 264 წლამდე იპყრობდა და ჰანიბალი მიუხედავად ყველაფრისა რომში ვერ შევიდა, რადგან არ ჰყავდა არც საკმარისი ძალა, არც ლოგისტიკური მხარდაჭერა არ ჰქონდა, იმიტომ რომ ამ ხელა არმიას მომარაგების გარეშე ვერ აკონტროლებ, ვერ შეინარჩუნებ, შიმშილით დაწყდება ბოლო-ბოლო ამ ხელა ტერიტორიაზე ეხა რომ მიდიხარ სადღაც საფრენად და 1-3-4 საათი მაქვს საფრენი გული მიწყდება იმაზე რა უნდა ჩავათვით ფრენაში ხოლმე და
წარმოიდგინეთ, ახლა ამ ხოლმე ტერიტორიაზე რომ მიდიხარ სადღაც, მაგ დროს რა უნდა დაგემართოს, როცა არ იცი რა შეხვდება, მარკეტის პარი დაგხვდება თუ კარფური, ახლა მე შეგეთ. ხო, ну მოკლედ, აი ამ პროცესში რომის გადარჩენის სტრატეგია იყო ერთადერთი, ფაბიუს მაქსიმუსის ტაქტიკა ქვია ამ შემთხვევაში ამას, რომელშიც რომმა აერჩია სტრატეგია დამთმობი, ანუ ისა რა ქვია, კუნქტატორის პოლიტიკა, პირდაპირ ბრძოლას ესე ერიდებოდა, ანუ გენერალურ ბრძოლებს უკვე აღარ იწყებს რომი, ითმობს პოზიციებს, რომალების მიზანი ხდება ჰანიბალის არმიის გამოფიტვა, ვინაიდან რომი ხვდება, რომ ჰანიბალს მომარაგება არ აქვს და ამან გაამართლა. ეს იყო ის ხსნა, რითაც რომმა აჯობა ჰანიბალს და ჰანიბალის არმია თანდათან დასუსტდა, დაპატარავდა, დაჩაჩანაკდა და რომმა დაიწყო უკვე ახალი ფრონტების გახსნა, მაგალითად ესპანეთში და მაგალითად ერთ-ერთი იყო ჩრდილოეთ აფრიკაში, ფლოტის მეშვეობით რომაელებმა შეძლეს მარაგების შევსება, გადაკეტეს გზები მომარაგება, საიდანაც ჰანიბალს უნდა ქონდა მთლიანად და მათ შეძლეს ომის გადატანა ესპანეთში და აფრიკაში. ესპანეთის კამპანია გაიხსნა ძველი წელთა აღრიცხვით 211 წლიდან 206 წლებში და ესპანეთის კამპანია პუბლიუს კორნელიუს სციპიონ აფრიკალი ედგა სათავეში, ეგერ გახლავთ თქვენ ილუსტრაციაზე, სციპიონ აფრიკელი, რომელმაც დაიპყრო ახალი კართაგო, ნოვა კართაგო ამ შემთხვევაში და მთავარი ბაზა რაც იყო ესპანეთში, ის მეორე პუნიკური ომის წინ შექმნილი ბაზა, კართაგენის მთავარი ბაზა გაანადგურა და განადგურდნენ და დაიხოცნენ ჰანიბალის ძმები მაგო და ჰასდრუბალი, რომლებიც ამ ესპანეთის ბაზას მთლიანად ხელმძღვანელობდნენ და აი ამით კართაგენი შეიძლება ითქვას, რომ მთლიანად მოკვდა, ანუ ყველა რესურსი რაც კი ჰქონდა სადმე საყრდენი პუნქტად კართაგენს მთლიანად გაუწყდა. აღარაფერი აღარ დარჩა და აფრიკული კამპანიაც რასაკვირველია სციპიონ აფრიკელ უფროსის დახმარებით აფრიკაში დასრულდა ნუმიდიის მეფესთან ერთად. მასინისას მხარდაჭერის შედეგად კართაგენშიც რომაელების წარმატებით დასრულდა. ჰანიბალი საბოლოო ჯამში იძულებული გახდა გაქცეულიყო, თავიდან დაეტოვებინა იტალია და დაბრუნებულიყო სამშობლოში, თუმცა ძველი წელთა აღრიცხვით 202 წელს ზამა თანამედროვე ტუნისის ტერიტორიაზე რომი დაუპირისპირდა კართაგენს, სციპიონ აფრიკელი პუბლიუს კორნელიუს სციპიონი ებრძვის ჰანიბალს და საბოლოო ჯამში ამ ბრძოლაში იმის გამო რომ ჰანიბალს თითქმის ყველანაირი რესურსი ამოწურული ჰქონდა, იმის გამო რომ რომის მხარეს იბრძოდნენ ნუმიელი მხედართმთავრები, რომლებმაც გადამწყვეტი როლი ითამაშეს ფაქტობრივად სპილოების შიშის გამო უკან გაიქცნენ და სპილოები, რომელიც ჰანიბალისთვის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი იყო, ეს სპილოები შეეშინდათ, დაანგრიეს კართაგენის რიგები, ჰანიბალმა თითქმის ნახევარი არმია დაკარგა და ათასობით მეომარი ფაქტობრივად ამ ზამას ბრძოლაში გარდაიცვალა, დაიღუპა, ტყვედ ჩავარდა და ზავის პირობების შედეგად, რომელიც ალბათ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი იყო მაშინდელ სამყაროში, ჰანიბალს დაეკისრა და კართაგენს რომ ყველა საზღვაო გემის გადაცემა გარდა 10 ხომალდისა და მხოლოდ 10 ხომალდი დაუტოვეს კართაგენელებს, 50,000 ტალანტი ვერცხლის კონტრიბუცია უნდა გადაეხადა 50 წლის განმავლობაში კართაგენს, რაც იყო ალბათ სიგიჟე, არმიის შენახვის აკრძალვა, ომების დაწყება ნებისმიერ ქვეყანასთან რომის ნებართვის გარეშე და ესპანეთის ყველა ტერიტორიის დათმობა. ეს იყო, რა ვიცი, მე ფაქტობრივი განადგურება ახლა 50,000 ტალანტი ვერცხლის გადახდა 50 წლის განმავლობაში, მე მგონი მარტივი არ არის. ამ ომის შედეგებმა კატეგორიული ბედი მიიღო
კართაგენისთვის და მესამე პუნიკური ომი შეიძლება ითქვას, რომ უკვე დროის საკითხი იყო, მიუხედავად იმისა, რომ მესამე პუნიკური ომი ცოტა მოგვიანებით დაიწყო, ხო, აქ უნდა გამოიკვეთოს, რომ მესამე პუნიკური ომის იდეა არის ალბათ ყველაზე ტრაგიკული ჩემი აზრით, რა ვიცი, მაინც უნდა გამოიკვეთოს აქ-ეგ დეტალიც. ხო, სანამ მესამე პუნიკურ ომზე გადავალ, მეორე პუნიკურ ომიდან კითხვები თუ გაქვთ რამე, რაც ვერ გაიასრეთ და ვერ გაიგეთ. აგერ კანეს ბრძოლა აქ რიცხვები წიგნში მოკლედ გაქვთ თქვენ სქემები ჩახატული. ამ სქემებს ნახავთ, ყველაფერი კარგად გაარჩიეთ, რაც არის მოცემული და სანამ გადავალ კიდევ მინდა ერთი დეტალიც დავამატო, ჰანიბალის შემდგომი ამ შემთხვევაში ცხოვრება როგორი იყო და თავი მოიკლა თუ არა ჰანიბალმა, ეს არის ძალიან საინტერესო კითხვა, რომელიც ალბათ ყველა თქვენგანს გაინტერესებთ, იმიტომ რომ ამასთან დაკავშირებით არსებობს რამოდენიმე სხვადასხვა წყარო პოზიცია. პოლიტიკური კარიერა ჰანიბალმა ზამას ბრძოლის შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ განაგრძო კართაგენში დროებით, რომელიც მაშინდელი მოცემულობით უკვე იყო რომის კონტროლის ქვეშ და მიუხედავად დამარცხებისა, მას ჰქონდა ძალიან ისეთი გამორჩეული სახელი, მას უწოდებდნენ სუფეთს და ეს იყო ქალაქის უმაღლესი მაგისტრატის თანამდებობა, რომელიც არის ფაქტობრივად ანალოგი რომისა და კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, ზამას ბრძოლის მარცხის მიუხედავად სუფეტად აირჩიეს ჰანიბალი. მისი მიზანი იყო მაშინდელი მოცემულობითაც კი კართაგენის ხელახალი აღორძინება, პოლიტიკური სიძლიერე, ოღონდ ეს ყველაფერი რომთან ომის გარეშე უნდა გაეკეთებინა და მას ძალიან დიდი პოლიტიკური დილემის წინაშე აღმოჩნდა. პირველ რიგში ჰანიბალმა დამარცხებულმა ჰანიბალმა მოაშორა ყველა არისტოკრატია, კორუმპირებული, კორუფციონერი არისტოკრატია მმართველობის სადავეებს, შეამცირა მათი გავლენა, გაუქმა ხარკის გადამხდელთა მონოპოლიები, რომლებიც ფაქტობრივად ფულს პირდაპირ სახელმწიფო ხაზინიდან იღებდნენ და ამის შემდეგ ყველა შემოსავალი ჯერ ხაზინაში შედიოდა და მერე იხდიდა თანხას. და ამ რეფორმების შედეგად კართაგენმა შეძლო რომისთვის დაკისრებული კონტრიბუციის გადახდა ჯერ კიდევ რამოდენიმე წელიწადში, რამაც თავად რომაელებიც კი გააუცა სხვათა შორის და ეს გახდა რომის სენატში ყველაზე დიდი შიშის დანერგვის კიდევ ერთი მორიგი მცდელობა. წარმოიდგინეთ ქვეყანა, რომელიც კარგავს ყველა საყრდენ ბაზას, ყველა გემს, ყველა ეკონომიკურ სავაჭრო მიმართულებას, უცბად რამოდენიმე წელიწადში ჰანიბალის დახმარებით 50,000 ვერცხლის ტალანტს იხდის და ამის შემდეგ უკვე კართაგენელების დევნა იწყება რომაელების მხრიდან. რომის ელჩებმა განაცხადეს, რომ ჰანიბალი ისევ ომისთვის ემზადება, ეს არა შეუჩერებელია და ამას ფაქტობრივად ესე ვერ მოვიშორებთ, ამიტომ სენატმა მოითხოვა და მოსთხოვა კართაგენს ჰანიბალი გადაეცათ მისთვის. ჰანიბალმა იცოდა რა რომის შურისძიების სტილი, როგორი შურისძიების სტილი ჰქონდა ახლა რომს. დაიჭერდნენ, შემოატარებდნენ მთელ რომში დატყვევებულს, ხალხი აფურთხებდა, ესროდა რაღაცებს, მერე აბრძოლებდნენ გლადიატორებთან, რაღაცა მთელი ამბები უნდა გაეარა და ეს არ უნდოდა ამ შემთხვევაში ჰანიბალმა, ამიტომ გაიქცა აღმოსავლეთში, ჯერ თავი შეაფარა ტიროს და ფინიკიას, დროებით იქ მიიღეს და იქაც გმირად გამოაცხადეს, მერე სირიაში ანტიოქეს მესამესთან გადავიდა და იქაც სელევკიდთა იმპერიას მიაშურა თავი, მაგრამ რა რჩევებსაც აძლევდა ანტიოქოს მესამეს, ეს რჩევები არ მიიღო ანტიოქოსმა და
მე იქედან იძულებული გახდა რომ გადასულიყო და თან ამას ისიც უნდა დაემატოთ რომ ძველი წელთაღრიცხვით 190 წელს რომმა მაგნეზიის ბრძოლაში ანტიოქოს მესამე დაამარცხა და მერე ანტიოქოსგან მოუწია სირიიდან გაქცევა საბოლოო ჯამში და შემდგომ ბითინიაში თანამედროვე ჩრდილოეთ თურქეთში გადავიდა პრუსიას პირველის კარზე და სამხედრო მრჩეველი გახდა ამ შემთხვევაში მისი პრუსიას პირველი სამხედრო მრჩეველი, რომელიც ებრძოდა პერგამონის მეფე ევმენეს მეორეს და საბოლოო ჯამში ეს მოკავშირე იყო რომის და ევმენესმა რომს თხოვა დახმარება, დამეხმარეოდა შესაბამისად მიუხედავად იმისა, რომ ჰანიბალი მოუხუცი იყო, აი ამ მომენტში მან აჩვენა ძალიან ისეთი დიდი გამორჩეული სტრატეგიული ნიჭი, რამაც საბოლოო ჯამში იქამდეც კი მივიდა, რომ ბრძოლაში გამოიყენა ჰანიბალმა ქიმიური იარაღი, რაც უპრეცედენტო შემთხვევა მაშინდელი ისტორიისთვის ბრძოლაში ქიმიური ელემენტები გამოიყენო რაღაცა მაშინ რა ქვია ქილებში ათავსებდა ჰანიბალი იმას რა ქვია გველებს შხამიან გველებს ყრიდა რაღაც ქიმიურნაირს ასხავდა და ეს გველები რაღაც საშინლად ღიზიანდებოდნენ და აი რაღაც აგრესიულები იყვნენ და ამ ქილებს როგორც პატარა ქილები იყო გემებიდან ესროდნენ მეორე გემზე და ხა წარმოიდგინეთ მინის ქილა გადმოვარდნეს ეს გველები ეცემოდათ ამ რომაელებს და დაგესვლა და ეს ქიმიური რაღაცაც ესხმეოდა ზემოდან ფაქტობრივად და გველები ცავსე ქილებს იყენებდა საზღვაო ბრძოლაში რაც არის რაღაც გენიალური ტაქტიკური ნიჭი და სხვა შორის რომი ჰანიბალს ამის გამოც დევნიდა და ყველგან უნდოდა მისი დაჭერა და საბოლოო ჯამში არ ჩერდება რომი ელჩებმა მოითხოვეს ბითინიამდეც მივიდნენ და ბითინიაშიც უთხრეს რომ ჰანიბალი გადმოგვეცით ჰანიბალმა იცოდა რომ რომაელები მას საჯაროდ დაამცირებდნენ გაატარებდნენ ტრიუმფში ამიტომ ჰანიბალმა გადაწყვიტა რომ თავი მოეკლა ძველი წელთაღრიცხვით ან 183 ან 191 წლებში ჰანიბალი აქტიურად ყოველ შემთხვევაში მის მარცხენა ბეჭედში, რომელსაც ყოველთვის თან დაატარებდა, ბეჭდის შიგნით წინასწარ გამზადებული შხამი ჰქონდა იმ დღისთვის, როცა ის უკვე შესაბამის დროებას ელოდებოდა ამ შემთხვევაში და ტრადიციული სიტყვები, რომელიც მას მიეწერება, ალბათ უნდა გავაჟღეროთ და გავახმოვანოთ, არის ის, რომ ჩემი სიკვდილით გავათავისუფლებ რომაელებს საბრძოლო შიშისგან, როცა მაშინაც კი გავათავისუფლებო, როცა მოხუცი ჰანიბალი სიკვდილს შეხვდება. ეს იყო მისი ბოლო სიტყვები, რომელიც როგორც გითხარით, სავარაუდოდ მას მიეწერება და საბოლოო ჯამში თავი მოიკლა 183-191 წლებში. ამ ნაწილში ვითომ ხო ყველაფერი მორჩა, ვითომ ხო ყველაფერი დასრულდა, მაგრამ არაფერიც არ დასრულდა, რომი ჰანიბალის გარდაცვალების შემდეგაც მაინც არ ისვენებს, ანუ არ ასვენებს ეს ამ შემთხვევაში პროცესი, რომ კართაგენი არსებობს, აი ეს ჰანიბალის აჩრდილი ალბათ დასდევდა რომს როგორც ასეთი და მესამე პუნიკური ომი 159-156 წელს უკვე იწყება მისი ბირთვი წინასაბაბი მზადდება რომ ეს ომი დაიწყოს კართაგო დელენდა ესტ ეს არის მარკუს პორციუს კატონის რომელიც წეგან გითხარით ვინც იყო და რაც იყო ეს არის ცნობილი გამორჩეული ცენზორი რომის ყოველთვის მის გამოსვლას იწყებდა ასე კართაგო დელენდა ესტ კართაგენი უნდა დაინგრეს და კართაგენი უნდა დაინგრეს ეს არის ცნობილი ფრაზა კართაგენი უნდა განადგურდეს ეს არის ეს რომაელების აჩრდილად იქცა ფაქტობრივად და მეორე პუნიკური ომის შემდეგ სწორედ რომ რომში მაინც კართაგენის არსებობა აღიქვეს საფრთხეთ კატო ცენზორი კატონი ამ შემთხვევაში კატო ასე შეიძლება მოიხსენოთ ამას ყოველთვის ამბობდა
და კეტერუმ კენსო კართაგინემ დელენდა ესტ. ეს იყო მისი ძირითადი სხვათა შორის, ასე ამბობდა. სხვათა შორის თვლი რომ კეტერუმ კენსო რომ კართაგენი უნდა დაინგრეს, კართაგენუმ დელენდა ესტ. და ფაქტობრივად პირდაპირ მიზეზი რაც გამოიყენა კართაგენმა იყო ნუმიდია, მისი მეზობელი სახელმწიფო, მასთან კონფლიქტი ჰქონდა ნუმიდიას ხედავთ აი რუკაზე კართაგენთან ახლოს არის და თავი დაიცვა ფაქტობრივად კართაგენისა და ნუმიდიას შორის მცირე კონფლიქტი რაც იყო და აქ უნდა გამოიკვეთოს რომ ნუმიდიის მეფე მისინასი რომელიც თავის მხრივ რომის მოკავშირე იყო გამუდმებით არ უღებდა კართაგენელთა საზღვრებს, მიწებს ართმევდა, ხალხს იტაცებდა და როგორი რაღაცაა, იცი ეს პროცესი. აი ჩვენ რომ დაგვემართა აგვისტოს ომში დაახლოებით 2001 ისა 1 აგვისტოდან რომ დაიწყეს რუსებმა ხალხის მოტაცება გორში, ცხინვალში, დაბომბვა და ჩვენ აი ესე ვუყურებთ რა, რას ვაკეთებთ? უნდა შევუტიოთ და თუ უნდა მოიტაცონ ხალხი, იქ გესროლონ ადგილობრივ მოსახლეობას, სახლებიდან გამოყარო. დაახლოებით იგივე სიტუაციაში აღმოჩნდა ნუმიდიელების მხრიდან შევიწროებული კართაგენი და კართაგენი მოდი ახლა უნდა დავიცვათ საკუთარი თავი და ვიბრძოლოთ და აი ეგ უნდოდა. როგორც კი ეს გააკეთა კართაგენმა, რუსეთმა, ისა რუსეთის შაშუაშია, რომმა ომი გამოუცხადა კართაგენს, დაიწყო მესამე პუნიკური ომი და ამის შედეგად 159-158 წლებში თავდაპირველად რომაელებს ჩავარდნა ჰქონდათ, ეს სწრაფიც არ აღმოჩნდა. მიუხედავად აი ამ ნატანჯი კართაგენელების განადგურება, რომელმა ლეგიონებმა წარმატებას ბოლომდე ვერ მიაღწიეს, სენატმა სცადა ფაქტობრივად თავიდან, რომ კართაგენელების კაპიტულაცია მოეთხოვა, იარაღის ჩაბარება, რომელიც ძალიან ბევრი იყო, შემდეგ მოითხოვა ქალაქის ლიკვიდაცია, რა კერძოდ, მოითხოვა რომ თქვენო ამ ქალაქიდან წადით სხვაგანო, ანუ მთელი ქალაქი გაანადგურებსო და აი ამან ხო საერთოდ გააგიჟა კართაგენელები გააფთ რა შეიძლება ითქვას და სიგიჟე გალში გადავიდნენ და მათ გადაწყვეტეს რომ ან კვდებით, ან ვრჩებით. და რა ვიცი, აგერ ხედავთ ახლა ილუსტრაციაზე, ეს რასაკვირველი არ არის ზუსტი ილუსტრაცია, მაგრამ ახალმა რომელმა სარდალმა სციპიონ ემილიანუს უმცროსმა დაიწყო ცნობილი სციპიონ ემილიანუს აფრიკელი შვილიშვილი იყო სციპიონ ემილიანუს უმცროსი, მან აიღო რომის ხელმძღვანელობა, კართაგენი შემორტყმული იყო მაღალი, ძალიან მაღალი კედლებით სხვათა შორის და ძლიერი პორტი ჰქონდა, თავდადებული მოსახლეობა, რომელიც იყო მაშინდელი მდგომარეობით დაახლოებით 700,000 კაცი, 9 მილიონზე მეტი ადამიანი ჰყავდა და შესაბამისად რომაელებმა ამ ქალაქს ალყა შემოარტყეს. ეხლა როგორ აიღეს ეს ქალაქი? 3 წლის განმავლობაში, წარმოიდგინეთ რა ტანჯვა გაიარეს კართაგენმა, 3 წლის განმავლობაში ქალაქი იყო ალყაში. ყველანაირი გზა რაც კი არსებობს, რომიც ცდილობდა რომ ეს გამოეყენებინა. 156 წელს ძლივს აიღეს რომაელებმა კართაგენის პორტი, ქალაქში შეიჭნენ და უბანში ბრძოლა ბრძოლით, ხმალი ხმალზე და აი სათითაო ადამიანი აკუწეს, რასაც ქვია და კართაგენი 156 წელს ოფიციალურად დაეცა. 7 დღის განმავლობაში გაგრძელდა, წარმოიდგინეთ, 7 დღე ქუჩური ბრძოლები, პარტიზანული, ქალები, ბავშვები, ყველა მონაწილეობდა კართაგენის დაცვაში და როდესაც უკვე კართაგენის ციტადელს, ანუ ეგრეთ წოდებულ მთავარ იმას ბურსას მიადგნენ, ეს ბურსა დაეცა, დაიწვა მთელი ქალაქი ამ შემთხვევაში და წარმოიდგინეთ, 700,000 მოსახლიდან გადარჩა მხოლოდ 50,000 ადამიანი და 50,000-ვე გაყიდა რომმა მონად. მთელი ქალაქი გაანადგურეს, ყველა ტაძარი ნაწილ-ნაწილ დაშალეს, ყველა სახლი, ყველა პორტი ჩამოანგრიეს და
როგორც ლეგენდა ამბობს და ამ ლეგენდაზე სავარაუდოდ ამბობენ რომ ეს შექსპირმა დაამკვიდრა შემდგომ, თუმცა ლეგენდაა. თვითეული ქვა ზიზღს იწევდა კართაგენული ქვა რაიმე ზიზღს იწევდა ჩვენშიო და უნდოდაც საერთოდ გაექროთ და აღეგავათ პირისაგან მიწისა და ყველაფერი გააკეთეს აღგავეს პირისაგან მიწისა და დააყარეს ზემოდან მარილიო რომ იქ არასდროს არაფერი არ ამოსულიყო და არ გაეხარა ან ცოცხალი რამე არ დარჩენილიყო და აი ესე ტრაგიკულად ამ ქალაქმა როგორც გითხარით არათუ არსებობა შეწყვიტა არამედ 700,000 მოსახლიდან ყველა დახოცეს ყველა გარდაიცვალა და დაიღუპა და 50,000-მდე ვინც დარჩა ცოცხალი ისინი 50,000-ვე გაყიდეს მონად და საბოლოო ჯამში კატონის სიტყვები Carthagenum delenda est, ანუ კართაგენი უნდა დაინგრეს. ბოდიშით. კართაგენი უნდა დაინგრეს, ფაქტობრივად განხორციელდა. ჩემი ხმა ისმის ხო მგონი? თუ არა? კარგით, მე მგონი ეს იყო ჩვენი გაკვეთილი.